პირველმა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრთან რაშად ნაბიევთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, ძირითად მიმართულებებსა და საომავლო პრიორიტეტებზე, ასევე მიმდინარე პროექტებზე იმშელეს. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის როლს და იმ ღონისძიებებს, რომლებიც მხარეთა ჩართულობით ხორციელდება მისი უნარიანობის ამაღლებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. როგორც აღინიშნა, ეს ქვეყნებს მეტი დამატებითი ღირებულების შექმნის საშუალებას მისცემს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყება. აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ზოგადად ეკონომიკური თანამშრომლობის, ამიტომ წლის განმავლობაში ჩვენ კოლეგებთან ერთად ვიკრიბებით და წლის გეგმებზე ვსაუბრობთ. დღესაც შედგა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, ტრანსპორტის მინისტრთან და გავიარეთ ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ყველა მიმართულება. საუბარი შეეხო ერთობლივ პროექტზე, ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობის საკითხს, რომელიც წელს უკვე სრულად უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში. ვისაუბრეთ ერთობლივ საწარმოზე, რომელიც აზერბაიჯანს და საქართველოს შორის იქმნება და რომელიც ამ ინფრასტრუქტურის ოპერირებას მოახდენს. ეს მოგცემს საშუალებას, რომ ეს მონაკვეთი უფრო ეფექტურად დაუტვირთოთ და მეტი ტვირთი მოვიზიდოთ. ასევე ვისაუბრეთ მიმდინარე წლის გადაზიდვების პროგნოზზე. ჩვენი ქვეყნები მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან შუა დერეფნის განვითარებაში. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენს ტერიტორიაზე საქონლის გადაზიდვის მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ და ორივე მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი მომხმარებლები კმაყოფილი იყვნენ. შარშან 2024 წელს ჩვენ გქონდა კონტეინერების რაოდენობის დაახლოებით 25%-იანი ზრდა, რომლებიც ჩვენი და საქართველოს ტერიტორიებზე გავლით მესამე ქვეყანაში გადადიან. დღეს ჩემს კოლეგასთან ერთად განვიხილეთ შუა დერეფნის განვითარების სამომავლო პერსპექტივები. როგორც იცით, აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის განვითარებაში. გასული წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ დერეფნის ფარგლებში მიმდინარე ყველა პროცედურების გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯების კუთხით. ჩვენ უზრუნველყავით, რომ ჩინეთიდან წამოსული საქონელი ბაქოს და ქუთაისის გავლით 12-15 დღეში აღწევდეს დანიშნულების ადგილს. წარსულში იმავე გადაზიდვებს დაახლოებით 43 დღე სჭირდებოდა. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ნაბიჯებს დერეფნის შემდგომი განვითარებისთვის.